იცით, რამდენი ადამიანი კვდება კიბოთი საქართველოში? ჩვენს ქვეყანაში ყოველ წელს სიმსივნის დაახლოებით 10,000 ახალი შემთხვევა და 7,000 გარდაცვალება ფიქსირდება. მსოფლიო რეიტინგებს თუ შევხედავთ, საქართველოს სიმსივნეების გავრცელების სიხშირით 70 ადგილზეა, ხოლო მისით გამოწვეული სიკვდილობით 38-ზე. გამოვლენილი შემთხვევებიდან მხოლოდ 38%-ის დიაგნოსტირება ხდება პირველ და მეორე სტადიაზე, რაც ნიშნავს, რომ პაციენტის უმრავლესობისთვის დაავადებასთან ბრძოლა ადრეულ ეტაპზევე ვერ იწყება. ეს ნიშნავს დაკარგულ საათებს, დღეებს, კვირეებს, რომლებიც დაავადების შეკავებისთვის საკვანძო შეიძლება ყოფილიყო. ამ ყველაფრის მიზეზი კი სკრინინგის დაბალი მაჩვენებელი. საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამებში რეკომენდირებულზე 5-ჯერ ნაკლები ადამიანია ჩართული და ის კიბოს არც ერთი სახეობისთვის არ აღემატება 13%-ს. ერთი მხრივ სახელმწიფოს უმოქმედობის, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოების დაბალი ინფორმირების გამო დაავადებათა უმრავლესობის გამოვლენა ადრეულ ეტაპზე ვერ ხერხდება. ფედერალისტების ჯანდაცვის პროგრამა ორივე კომპონენტის გაძლიერებას გულისხმობს. ერთი მხრივ მოქალაქეების ინფორმირებას ჯანდაცვის რისკების და შესაბამისი პრევენციული პროგრამების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფოს ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება მეტი პაციენტი მოხვდეს სისტემაში დაავადების ადრეულ ეტაპს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ტიპის სიმსივნეები არის საქართველოში გავრცელებული, რომ პრევენციული ნაბიჯები შესაბამისად გადავდგათ. ქალებში ყველაზე გავრცელებული ძუძუს და საშვილოსნოს ყელის სიმსივნეებია. მამაკაცებში კი პროსტატის, მსხვილი ნაწლავისა და ფილტვის სიმსივნეები. საქართველოში უფასო სკრინინგი გეკუთვნით. ძუძუს კიბოსთვის 40 წლიდან ქალებს, საშვილოსნოს ყელის კიბოსთვის 25 წლიდან ქალებს, პროსტატის კიბოსთვის 50 წლიდან მამაკაცებს, ფილტვის კიბოსთვის 50 წლიდან მწვეველ მამაკაცებს, მსხვილი ნაწლავის კიბოსთვის კი 45 წლიდან ქალებს და მამაკაცებს. ადრეული დიაგნოსტირება არის დაავადებასთან ბრძოლის მთავარი იარაღი, რომელსაც ქართველები საკმარისად არ ვიყენებთ და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც გარდაცვალების შემთხვევები ასეთი მაღალი. ყველამ, ვინც წარმოადგენთ ასაკობრივ რისკ ჯგუფს და სახელმწიფო პროგრამით გეკუთვნით უფასო სკრინინგი, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის ცენტრებს, რომ დაიზღვიოთ თავი და ცუდი ამბის შემთხვევაში დროულად დაიწყოთ დაავადებასთან ბრძოლა. ფედერალისტები ამ მიმართულებით ვიწყებთ აქტიურ კამპანიას მოქალაქეების ინფორმირებისთვის. შემოგვიერთდი და ჩვენთან ერთად გაავრცელე ინფორმაცია, რომელმაც ხვალ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.